საქართველოს სახეა ზეციური ძლევამოსილი მხედრისა, რომელიც ასრულებს საღვთო მისიას წარმართთა ერთა და ენათა მხილებისას. აი რატომ არიან დავათის მეოთხე საუკუნის ქვახატზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით. მიქაელ მთავარანგელოზი ღვთაებრივ საღვთო დამწერლობათა მცველი და მფარველი მთავარანგელოზია, ხოლო გაბრიელი მაცნე მთავარანგელოზია. ბრდაძორის მეექვსე საუკუნის ქვახატზე ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას. სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. დღეს სოფლიოს გლობალიზაციის პროცესები მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ყველა ერს მცირე ერს დაუკარგოს ისტორიული მეხსიერება. თავისი წარსულის ხსოვნა, თავისი დიდი წინაპრების ხსოვნა. არ შემეშინდეს ყველაფერი ცისმადლით დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადდება. ჩვენ არა ვართ მიტოვებულნი ისე უპატრონო, ზეცა გვიცავს ჩვენ და დედახლის მშობელი ყველანაირად ცდილობს ჩვენი რწმენის, ჩვენი ცხოვრების გადარჩენას და გამართვას. წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს ხანგრძლივად უცხოეთში ცხოვრების გამო ქართული სრულიად დავიწყებოდა. ერთხელ ყმაწვილი მძიმედ გახდა ავად. მაშინ ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს ხელი მოუხვევია მისთვის და ქართულად უთქვამს: არარა იარსო ნებაი შენთანა, აღდეკ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილად უბნობდი. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული აღმოუდიოდა პირთაგან, ვითარცა წყაროი უწმინდეს ყოველ ქართველთასა. ნეტავი კი გაითავისოს ეს ჩვენმა ხალხმა მთლიანად. ნეტავ მთლიანად კეთილად გავითავისო ჩვენ, რამოდენა სიყვარული დევს ამაში ღვთისა და კურთხეული დედისა. ქართველებს ბევრი ნაკლი გვაქვს, ბევრი მანკი, ოღონდ ეს ცილია უფრო ვიდრე შუაგული. შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, გენია გულისა ყველა გენიაზე უფრო მაღალია. ქართველთა გენია გულისა შეუდარებელია. ქართველნი უხეირო კაც უგულოს ვეძახით. სამაგიეროდ გულმოდგინე, გულკეთილი, გულანთებული, გულმართალი, საუკეთესო ეპითეტებია გაიყმისა. ჩვენი ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ უფალმა სიყვარული მოგვანიჭა და სხვებისთვის ეს მოსაპოვებელი არის. როგორც იოანე კიბისამწერელი ამბობს, რომ მე-19 საფეხურია, რომ სიყვარულამდე მივიდეთო. მანამდე სხვა საფეხურები უნდა მოიპოვოთ, სხვა სათნოებები უნდა მოიპოვოთ. მაგრამ ეს ჩვენ პირდაპირ მოგვეცა. არც ერთ-ერთს არა აქვს ასეთი საოცარი გამოთქმა. შენი ჭირიმე. ესე იგი, ადამიანი იღებს სხვა ადამიანის გაჭირვებას თავის თავზე. ანდა შენ გენაცვალე. ესე იგი, თუ შენ გიჭირს, მე მზად ვარ შეგენაცვლო. შენ გენაცვალე, გიორგი და თქვენ გენაცვალეთ უყოლას ბიჭებო. არც ერთ ენაში არ არსებობს სიტყვა გენაცვალეს ექვივალენტი. თქვენ გენაცვალეთ, თქვენ გაიყარეთ. ან გაგონილა სადმე ერთმა სიტყვამ დაიტიოს მთლიანად ქრისტიანობის, გოლგოთას მთელი მისტერიის დედააზრი. სნეული ხარ, გეწახვება. ჭაბუკი ხარ, შეგაყვარებს. მოხუცი ხარ, მოგაშორებს, შუბლზე წელთა ჩანახარებს. გაწყენინებს და გამიწევს ყველას, ფლიც და ენამწარეს. ხარიბი ხარ, გაგამდიდრებს. ასეთია
სინათლეს გაუმქრალი გენაცვალე სულში გიდებს ბულბულებმა მარცვალ ვარსკვლავიდან ჩამოკრეფეს ჩვენს გულებში გააჩახეს დასქვეს ნუღარ ჩაქრებია გენაცვალიდან მოყვება საქართველოს აკუნებიდან ის მიწაში ჩაითესა და მიწას გლეხი უვლის და სიკეთით ნაკეთების სახლი უდგას მას პინძურის გამოაღებს ქალი კარებს შემობძამი გაბიწყდება ღობზე მჭადი ნაგვარჩხალზე შველის მწვადი გაიხსენებ ქვეყნის საალკარგს წუთის სოფელსა დღე გრძელებ ამ ოჯახის შულს დალოცავდა მადლობას ეთქვით ძველს ცოტა იცის დედამიწის ვისაც ჯერ არ უგემნია შენი ღვინო შენი პური შენი სიტყვა თუ გენია გენაცვალეს მღერის ქარი ემატება ხილს შაქარი სიტყვა ძველი თანახალი რბილი არის თან მაგარი გენაცვალე მეგობარო სიყვარულო და უმჭკერა რომ ვინმეს მოლოდინით გაღებულა ოდის კარო ყველას მოძნედ წამომდგარო გენაცვალე საქართველო შენმა სიტყვამ პირნალესმა გამამაგროს გამამურთელოს არ მენახოს მისი ბზარი გამრუდება და ბლაგვება და მარადის დღე გრძელოს შოთას ლექსმა მცხეთის ქვებმა გენაცვალე სიცოცხლეო მიტომ მადლობ და მაწვალებ რომ შენ უფრო შემიყვარდე გენაცვალე საუკუნეების მანძილზე მცირე რიცხოვანია ჩვენი ერი და სხვა ერებთან და სახელმწიფოებთან შედარებით უძლურია და პატარაა გედეონებით მაგრამ საბოლოო ჯამში ღვთისშეწევნით ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვების პირველი მთავარი პირობა არის ღმერთთან ერთობა ღვთისსათნო ყოფა ეს არის ჩვენი მისია რომ თუ ღმერთი ჩვენ ხარისზე იქნება ვინ იქნება ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ძალიან პატარა ქვეყნების რიცხვში ითვლება მაგრამ ზეციურ სამყაროში ზეციური საქართველოს ყველაზე დიდი არის ყველაზე მრავალრიცხოვანი არის ბიბლიიდან ცნობილია რომ უფალი სოდომსა და გომორს არ მოსპობდა 10 მართალი რომ ყოფილიყო იქ ვიდრე არის 10 მართალი ქალაქში უფალი ამ 10 მართლის გამო არ დასჯეს მას თავი მხნედ გეჭიროს ქართულად მამაპაპურად ხატად წმინდა მიქაელ გობრონის შუბლზე გამოსახული ჯვარი გქონდეს ხოლო საქმით წმინდა მღვდელმოწამე კირიონივით გადასწახე სამშობლოს შუაგულს არა მოვალ რათა გიმსახურო არამედ მსახურება ჩენდა და მიცემად სული სახსრა ჩენდა მაშ მხნეობა მოიკრიბე განწყობა შეიცვალე საქართველოს შენი დახმარება სჭირდება დღეს შენი თავგანწირვა იცოდე ამ ბრძოლას უფალი დიდგორის ბრძოლად ჩაგითვლის იმ დიდგორის სადაც დავით აღმაშენებელმა უამრავი მტრის გარემოცვაში უკან დასახევი ერთადერთი გზა ჩაახერგინა და ასე მიმართა ქართველ მებრძოლებს ეჰა მეომარნო ქრისტესანო თუ ქრისტეს ჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ არამც თუ ეშმაკის სურვიცხვ მიმდევართა არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ იცოდეთ თავარი ბრძოლა მოგებულია ქრისტე აღსდგა მკვდრეთით დალოცილი და გახარებული დიდარი თქვენ და მთელი საქართველოს ასე რომ არ დაგავიწყდეთ პირველი ლოცვა უნდა შეასრულოთ საქართველოს კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის მეორე ლოცვა თქვენთვის და მესამე ჩემთვის სიცოცხლე იმადმიღირს გეფერო უფრო მეტ ხარ ჩემო სამშობლო